როდესაც მოცემული რომელიმე ერთი მოცემული პოეზიისთვის გამოვლენილია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ლექსწყობის სხვადასხვა სისტემების, მაგალითად სილაბური და სილაბური ტონურის არსებობის ფაქტი, აქ ჩვენ უნდა დავინახოთ ენის პროსოდიული სისტემის მიერ შეთავაზებული, ბჭყალებში რა თქმა უნდა ეს სიტყვა, შეთავაზებული მყარი ელემენტი, რომელსაც ემყარება ლექსწყობა მისი პირველი პრინციპული ნაწილის სახით. და ყველა სხვა ელემენტი, რომელთაც ტენდენციების მეორეხარისხოვანი მოვლენების შექმნის ძალა აქვთ და რიტმული სიჭარბის ნიშნით ხასიათდებიან. ანუ ზრდიან რიტმულ ვარიაციებს, მაგრამ არ განაპირობებენ სისტემის ბუნებას. შედეგად, თუ ლაპარაკია მაგალითად სილაბურ ტონურ სისტემაზე, კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად შეიძლება განსაზღვროთ სილაბურია ლექსი თუ სილაბურ ტონური. ამგვარად გვაქვს ერთეულთა და რიტმულ აგებულებათა მყარი სტრუქტურები და მათი აგების წესები ერთი მხრივ და მეორე მხრივ ერთეულთა კონკრეტული ფორმები და აგების კონკრეტული წესები, რომლებიც ზოგადი პრინციპული სქემის უცვლელობის პირობებში განიცდიან ცვლილებებს. ეს ქმნის სისტემის მეორე ნაწილს, რომელიც პირველისგან განსხვავებით მოძრავია და ცვალებად. მაგალითად, ქართული ლექსის რიტმული ერთეულები, როგორც ვნახეთ, ბინარულ ფორმებს წარმოადგენენ, რაც განპირობებულია შესაბამისი პროსოდიული ელემენტით, როგორც სტრუქტურული ფაქტორით. ეს ქმნის სტრუქტურის პირველ ნაწილს. ამავე ხასიათისაა აგების ის ზოგადი წესიც, რომელიც ყველა დონის ერთეულებისთვის არის დამახასიათებელი. კერძოდ, ბინარულ ერთეულში მეორე შემადგენელი პირველს არ უნდა აღემატებოდეს. ეს წესიც და ერთეულთა შესაბამისი ფორმებით აგრეთვე ქმნიან სისტემის პირველ ნაწილს, მაგრამ მოცემული წესის ფუნქციონირებისას განვითარებაში სხვადასხვა კონკრეტულ სახეს ვხედავთ. გარკვეული ერთეულებისთვის გარკვეულ დიაქრონიულ მონაკვეთში წესის რეალიზაციისას შემადგენელთა ტოლობის პრინციპი იჩენს ხოლმე თავს. სხვა მონაკვეთში კი დაშვებულია პირველი გრძელი შემადგენლის პრინციპი. ანუ პირველ შემთხვევაში ქონდა n უდრის კას, მეორე შემთხვევაში კი n მეტია კაზე. ყველაფერი ეს ქმნის სისტემის მეორე ნაწილს. ასეთი თავისებურებები სისტემის რეალიზაციისას საკმაოდ ხშირად ვლინდება. ისინი ხშირად მჟღავდება მეტრის რეალიზაციისას რიტმული ვარიანტების სახით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კონკრეტული სალექსო ფორმები რეალურად გაფორმებულია მთელი რიგი კომპონენტებით, მაგალითად სტროფული კომპოზიციის, გარითმის წესით და სხვა, აშკარად დავინახავთ სისტემის მეორე ნაწილის რეალურობასაც. კონცეფციის ავტორის მითითებით ამ ნაწილს, ანუ მეორე ნაწილს განაპირობებს კულტურულ-ისტორიული გარემო, განვითარების ფაქტორები და ასე შემდეგ. ზოგადად შეიძლება ასეთი სქემაც ჩამოყალიბდეს. კერძოდ, საზოგადოებრივ კულტურული ვითარება ლექსწყობის სისტემის რეალურ
ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს გადამცემი რგოლის, ანუ ლიტერატურის მეშვეობით. როდესაც აღმოვაჩენთ მოცემულ პოეზიაში ძველი და ახალი ლექსწყობების არსებობის ფაქტს, ადვილად უნდა აღმოვაჩინოთ ისიც, რომ გვაქვს მყარი უცვლელი თვისებები დამახასიათებელი ორივე სახეობისთვის, რომლებიც პროსოდიულ ბაზას ემყარება. ეს არის სისტემის პირველი ნაწილი და ყველა სხვა თვისება დამახასიათებელი მხოლოდ ერთი სახეობისთვის და ამგვარი თვისებები ხშირად ლოკალიზებულია დროში, ზოგჯერ შემთხვევით ხასიათსაც ატარებს და ხდება ისე, რომ ექსპერიმენტებსაც წარმოადგენს. ამგვარად, სისტემაში გვაქვს ერთი მხრივ სტრუქტურული ფაქტორი და პრინციპული წესები, რომლებიც წარმოქმნიან უცვლელ ნაწილს, მეორე მხრივ კი გვაქვს ზოგი შიდა სისტემური წესი, რომელიც ცვალებადი ხასიათისაა. ვიღებთ რა თეზის იმის შესახებ, რომ ენის პროსოდიული სისტემა განსაზღვრავს ლექსწყობას, მეორე მხრივ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ლექსში წარმოდგენილი ფონოლოგიური ელემენტიც, მისი სტრუქტურირების წესებიც, სალექსო ელემენტებიც არ წარმოადგენს ენობრივ ფაქტორს, წესებს და ერთეულებს.